ადგილი, სადაც თბილისი გაშენდა ადრე ტყით იყო დაფარული. ამ ტყეების განადგურება ჩვენ წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან დაიწყო. არაბები, სპარსელები, მონღოლები, სელჩუკები საქართველოს მუდმივად თავს ესხმოდნენ. დამპყრობელმა კარგად იცოდა, რომ ტყე ქართველთათვის თავშესაფარიც იყო და რესურსიც, ამიტომ პირველ რიგში ტყეების გადაწვას და განადგურებას ცდილობდა. მე-19 საუკუნეში თბილისის ირგვლივ ტყეები პრაქტიკულად განადგურებული იყო. ინტენსიური ტყის გაშენების სამუშაოები საქართველოში მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო. მე-19 საუკუნის ნახევრიდან თბილისში ფუნქციონირებდა ბოტანიკური ბაღი, რაც წარმოადგენდა ერთ-ერთ მაჩვენებელს, რომ საჭირო იყო ტყის გაშენება და იქვე არსებობდა სანერგე, სადაც სხვადასხვა მერქნიანი სახეობის ნერგები გამოყავდათ და ხდებოდა მათი გამრავლება სხვადასხვა ადგილებში. 1891 წელს შეიქმნა თბილისის სატყეო მეურნეობა. 1891-დან 1914 წლამდე 150 ჰექტარი ტყე გაუშენებიათ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისის გარშემო ფერდობების გატყვევებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. 1922 წლიდან ტყის გაშენების ღონისძიებების პროექტი შემუშავდა, რომელიც მთაწმინდაზე სოფელ ოქროყანიდან კუს ტბამდე, ხოლო მარცხნივ ხუდადოვის ტყიდან მახათის მთამდე არსებული ტერიტორიებიდან 1000 ჰექტარი ტყეების გაშენებას ითვალისწინებდა. თბილისის განსაკუთრებულად მშრალი კლიმატის გამო ტყეების გაშენება სხვადასხვაგვარ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. თბილისის შემოგარენის გამწვანებამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე 1959 წლიდან მიიღო. 1947-1964 წლებში თბილისის შემოგარენში 4093 ჰექტარი ხელოვნური ტყე გაშენდა. ამის გარდა ქალაქის ირგვლივ ბუნებრივი ტყეებიც არსებობდა. სტატუსების შეცვლა, ტერიტორიების გაყიდვა, ხეების ჭრა, მძიმე ფიტოსანიტარული მდგომარეობა, ქალაქ თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერები და ტყეში ასობით ხის მოჭრაზე გაცემული ნებართვები. ეს ის საკითხებია, რომელიც დღეს თბილისის ისტორიული მწვანე ზონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თბილისის საზღვრები 2006 წლის დეკემბერში გაფართოვდა. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის განკარგულებით და საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით თბილისი დამტკიცებულ საზღვრებში მოექცა. აღნიშნული დადგენილების თანახმად ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში 23 ერთეული დაბისა და სოფლის ტიპის დასახლება შევიდა. თბილისს შემოუერთდა მისი შემოგარენი, ამ ფართობების უმეტეს ნაწილს ტყეები და სოფლები შეადგენენ. 2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულომ გენერალური გეგმა დაამტკიცა. ამ რუკებში აისახა ახალი თბილისი გაფართოებული საზღვრებით. ნათლად ჩანს, რომ შემოერთებული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ტყეს უკავია და შესაბამისად სატყეო ზონის სტატუსიც აქვს. 2000 წლის 1 დეკემბერს მიღებული კანონით ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ თბილისის ტერიტორიებზე არსებული მწვანე საფარი განსაკუთრებულად იყო დაცული და იკრძალებოდა. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების პრივატიზაცია, მათთვის კატეგორიის შეცვლა და მათი იჯარით გაცემა. ყოველგვარი მშენებლობა და ხის ჭრა სამასალე მერქნის მიღების მიზნით, გარდა ხმელი, ხმობადი და ფუტურო საშეში მერქნისა. 2007 წლის 10 მაისს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ნომერი 96, რომელს ამ დადგენილებას ხელს აწერდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და დადგენილებით შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწის ნაკვეთების ამორიცხვა და ჩარიცხვა. ამავე დადგენილებით დამტკიცდა წესი, დებულება, რომლის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო მიწების ამორიცხვა და ჩარიცხვა და ამ დებულების თანახმად ინიციატივის უფლება ჰქონდა სახელმწიფო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და ასევე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. ამის შემდეგ 2007 წლის 18 დეკემბრის კანონით, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, ცვლილება შევიდა 2000 წლის 1 დეკემბრის საქართველოს კანონში ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ. ცვლილების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შემთხვევაში. თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით.
კანონიერად რაც გაკეთდება, არაფერი არ დააზარალებს ქვეყანას გარწმუნებას, იმიტომ რომ შეიძლება იყოს რაღაცა ფართობი, რომლის ამორიცხვაც შეიძლებადეს ფონდიდან. ეს უბრალოდ უნდა გაკეთდეს სპეციალისტებთან შეთანხმებით, ეს უნდა გაკეთდეს კანონიდან გამომდინარე და საერთო ინტერესიდან გამომდინარე. ასე რომ ასეთი კანონები თუ უკუღმა წაიკითხავთ, შეიძლება უკუღმა წაიკითხავთ, თუ წაღმა წაიკითხავთ, იქნება კარგი. ამ პერიოდისთვის მიღებული კანონების საფუძველზე 2010 წლის 6 აგვისტოს ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ თხოვნით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონ გოგა ხაჩიძეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე. ამ ცვლილების საჭიროება მერმა ინფრასტრუქტურის განვითარებით და საზოგადოებრივი ინტერესებით დაასაბუთა. ასევე წერილში მოყვანილია კანონის მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ამორიცხვა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს განპირობებულია საკურორტო რეკრეაციული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით. ფართობი მითითებული იყო დანარჩი და 8106 ჰექტარს უდრიდა. გარემოს დაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილების პროექტი მოამზადა და მთავრობას წარუდგინა. 2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ 1070 განკარგულებით 8106 ჰექტარი მიწის ფართობი სატყეო ფონდიდან ამორიცხა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მას შემდეგ რაც სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხა ქალაქ თბილისის ირგვლივ მდებარე ტყეები, რამოდენიმე დღეში გაუქმდა დადგენილება, რომლის საფუძველზეც მოხდა ეს ამორიცხვა. სულ რაღაც 4 დღეში. შემდგომში ეს მიწა თვითმართველ ერთეულს გადაეცა. არც ერთ დოკუმენტში არ ჩანს თუ რომელი კონკრეტული პროექტების განხორციელების მიზნით მოხდა ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვა. იმის გასარკვევად თუ რამ გამოიწვია ამ მიწების ამორიცხვა ჩვენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილ მინისტრს გოგა ხაჩიძეს მივმართეთ. თბილისის ტერიტორიაზე ის სატყეო მონაკვეთები, რომელიც იყო დარჩენილი ძველი ტყეთმოწყობის რუკებიდან და ამ რუკების მერე უამრავი რამე შეიცვალა და დახედავთ და ქვია ამას, რომ ეს არის სატყეო მონაკვეთი და არის რაღაცა შუაგულ დასახლებაში. იმიტომ რომ იქ ვიღაცამ თავის დროზე ძველად რაღაცა ჩადგა სახლი, მერე უბანი გაშენდა, ქუჩა გავიდა. კითხვაზე თუ რომელი საკურორტო რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აპირებდნენ, გოგა ხაჩიძემ გვიპასუხა. არც ვერ გეტყვით, რა ვიცი, მერიას კითხეთ. მე გითხარით მოტივაცია რატო გადავიდა ქალაქის მერის გამგეობაში. შეიძლება ვარაუდის დონეზე ვთქვა, მაგალითად, იგივე შემოვლითი რკინიგზა თუ ეს კვეთს სამზოლს, იგივე დაუშვათ ზღვის იქით მიმდებარე ტერიტორიაზე იყო რაღაც გარკვეული დიდი პროექტები. ზოგადად შეიძლება რაღაც ურბანული განვითარება ან კოჯრის, ან კიკეთის, ან რა ვიცი, წყნეთის მხარეს, არ ვიცი. რუკაზე ჩანს, რომ დღესაც მთლიანი ტერიტორიის გასხვისებული ნაწილის 1%-იც კი არ არის. წერილით თუ რა პროექტების განხორციელება იგეგმებოდა, ჩვენ მერიას მივმართეთ. მერიამ გვიპასუხა. თქვენი 2013 წლის 17 დეკემბრის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ წავკისის, ტაბახმელასა და კოჯრის ტერიტორიებზე საკურორტო რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ამ ეტაპზე არანაირი სამუშაოები არ ხორციელდება. 2010 წლის 27 აგვისტოს ქალაქ თბილისის საკრებულოს ნომერ 9/46 გადაწყვეტილებით მოხდა ქალაქ თბილისში ყოფილი ტყის ფონდის მიწების ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონით შეცვლა და წყნეთი ბაგების სარეკრეაციო ტერიტორიაზე ფუნქციური ზონების დაზუსტება. ჩვენ საკრებულოს იმდროინდელ ურბანული კომისიის თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს ვთხოვეთ აეხსნა თუ რატომ შეეცვალა ამორიცხულ ტერიტორიებს ტყის სტატუსი და რას ისახავდა მიზნად ეს ცვლილება. რეალურად ბევრი პრობლემა არსებობდა არსებულ სახლებზეც, ანუ სადაც რეალურად ტყი აღარ იყო, ანუ ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა ჩათვალა, რომ რაღაცა მიწის ნაკვეთებზე იყო შესაძლებელი განვითარება. მიმიხდით ხო, ანუ ასე რომ ვთქვათ, ჟარგონი რო გამოვიდეს, გააправას, ხო მიმიხდით, ანუ მექანიზმი ნახა, რომ ვთქვათ, როგორ ყოფილიყო, რომ ხაზი გაავლო რა, რომ რაღაცა ყოფილიყო დაცული და უფრო მკაცრი დაცული, რომ ვთქვათ, მე ზონის ცვლილება თუ არ მოხდებოდა, ვერაფერი ვერ გაკეთებულიყო და რაღაცეები რაც ჩათვალას მიზანშეწონილად, რომ შესაძლებელი იყო იქ, ვთქვათ, ან ის უკვე განვითარებული იყო, ან შემდგომში განვითარება, ის მიწის ნაკვეთებზე უფრო მსუბუქი შეზღუდვის ზონა დააწესა. ტყის სტატუსი უფრო მაღალი ხარისხია და არა მარტო ხო, ну შესაძლებელია კი ბატონო, არ ვიცი, ვერ გეტყვით, ну ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა ხა ამ თემაზე, ანუ იმაში არ შემოვალ, იმიტომ რომ
ვერ იმას ვიზამ, რომ კი ბატონო, შეიძლება, ტყეს, შეიძლება რომ ერქვას ტყე. ჩვენ ვკითხეთ, იცის თუ არა მან რამხელა ფართობის ტყე არის დარჩენილი? ნამდვილად როა შეგიყვანოთ შეცდომაში, ვერ გეტყვი. კითხვით თუ რომელი საკანონმდებლო ნორმა იცავდა თბილისის ტყეებს და რა შეიძლებოდა მოყოლოდა ტყისთვის სტატუსის ცვლილებას, ჩვენ საქართველოს მთავარ მეტყევეს ლერი ჭაჭუას მივმართეთ. ის რაც გაკეთა, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი, ულოგიკო ქმედება. არ შეიძლება ეს მომხდარიყო, რომ შეეცვალა ტყის სტატუსი, როცა ტყეს აქვს ტყის სტატუსი და ეს არის განმარტებული საერთაშორისო კანონმდებლობით. FAO-ს მიერ არის სტანდარტები, რა უნდა იყოს ტყე, რას ქვია ტყე და ყველა სახელმწიფო, რომელიც დღეს თუ არის მიერთებული რომელიმე გარემოს დაცვის კონვენციას ან რომელიმე ხელშეკრულებას გარემოს დაცვის საკითხებში, იქ ყველგან სავალდებულოა უნდა დავიცვათ ის კანონები, საერთაშორისო კანონები და ადრე არსებული ჩვენთანაც და საერთაშორისო კანონებიც საკმაოდ იცავდა ტყეს. ჩვენ ასევე დავინტერესდით, რამხელა ფართობის ტყე არის დარჩენილი სახელმწიფო საკუთრებაში, იმის მერე რაც ტერიტორია მერიას გადასცეს. ვერ გეტყვით ახლა ამას, იმიტომ რომ ეს საერთოდ ჩვენი აღრიცხვის სფეროს სცილდება და შემდეგ ახლა ტყე რო ყოფილიყო, ხდება ესეთი ამბავი. FAO, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენთანაც სტატისტიკური სამმართველო ყოველწლიურად ითხოვს ინფორმაციას ყველა ტყეების შესახებ. და ჩვენთან ახლა რო იქნება ის ტყე დაცული ტერიტორიების სააგენტოსი, იქნება ეროვნული სატყეო სააგენტოსი თუ ვისიც არ უნდა იყოს, საეკლესიოც რო იყოს, მუნიციპალური, ყველამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. და ეს რადგანაც ტყე არ არის უკვე, სტატუსი არ აქვს. ეს ინფორმაცია არ მიდის, არცად არ არის, ეს ინფორმაცია მოაკვდა ერთ დღეს ტყის ფონდს და წავიდა სადღაც და არის სადღაც. ამ ინფორმაციას და ამ იმას თუ დინამიკას თუ აწარმოებს ვინმე, ალბათ თავიანთი შიდა მოხმარებისთვის თუ აწარმოებენ მერია რა. უსაფრთხო სივრცის იურისტი ყვება. ქალაქ თბილისში ყოფილი ტყის ფონდის მიწების ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის შეცვლა მოახდინა და წყნეთი ბაგების სარეკრეაციო ტერიტორიაზე ფუნქციური ზონების დაზუსტება. განმარტებით ბარათის და დანართის შესაბამისად ეს ტერიტორია დაახლოებით მოიცავდა წყნეთი ბაგების ტერიტორია დაახლოებით 900 ჰექტარს, რომელთაგან მათ გამოყვეს 12 ერთეული უბანი. თუმცა საოცარი ის არის, რომ ამ 12 უბნიდან მხოლოდ 2-ის მაგალითი წარმოადგენს, ესე ვთქვათ, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ტერიტორიებზე გერგების დამუშავება. და შესაბამისად, როგორ უნდა მომხდარიყო სარეკრეაციო თუ სხვადასხვა ზონების მინიჭება. ერთი უბანი მოიცავს 18 ჰექტარს, ხოლო მეორე 18.5 ჰექტარს. აქედან 18 ჰექტარს, რომელიც მოიცავს, ის არის დაახლოებით ამ ტერიტორიის 17%-მდე წარმოადგენს რეკრეაციულ ზონა ორსო. ესე განმარტავდა დანარჩი ქალაქ თბილისის მერია, ხოლო უბანი პირველი, რომელიც 18.5 ჰექტარს შეადგენს, აქედან ამ ტერიტორიის 6%-მდე არის წარმოდგენილი რეკრეაციულ ზონა 2-ით. აი, რამდენად სწორედ მიენიჭა ამას სარეკრეაციო ზონა 2? მიმიხდით? ანუ ის კი არა რომ თქვა პირობითად ვიძახი რა, ანუ მე პრობლემას რაში ვხედავ? მე პრობლემას მაგაში შეიძლება ვხედავდი რომ თქვა შეიძლება არსებობდეს ისეთი მიწის ნაკვეთები, რომ თქვა არ იმსახურებდა სარეკრეაციო ზონას და იმსახურებდა ლანდშაფტს როგორც სხვა ნაკვეთები. რაც შეეხება მთლიანად ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლას და ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონად გადაკეთებას, ძალიან მწირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი წინადადებით ერთზოლად გასდევს დანარჩს, რომლის შესაბამისადაც ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონით თურმე ეს ტერიტორია უფრო მეტად დაცულია, ვიდრე სატყეო სტატუსის და ტყის ფონდში არსებული, როდესაც არსებობდა იმ დროისათვის. საქართველოს მთავარი მეტყევე ლერი ჭაჭუა სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. მე სხვა ვერაფერს ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ ქონოდა თავისუფლება ამ საქმეში, რომ ტყე მათ ზღუდავდა გარკვეული თავიანთი სასურველი ქმედებებისაგან და აქ კიდევ არსად არ წერია ახლა სადმე რო თქვა, ისე კატეგორიულად, რომ ეს წვანე ნარგავობაა და ნუ მოჭრი. და იმის დამტკიცება, რომ ეს აუცილებელია, როცა უნდათ, მაშინ ამტკიცებენ ამას რა, რომ ეს აუცილებელია თქვა რაღაცა. და როცა ის ტყე იქნებოდა, ნუ იქ ჩაწერილი ახლა თუ კანონს დავარღვევდით, გამოჩნდებოდა და ტყე როცა არის, ის მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მოიჭროს
აუცილებელი სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში. თუ რა კონკრეტული შედეგები მოყვა სატყეო ფონდიდან მიწების ამორიცხვას და მათთვის სტატუსის შეცვლას წალკისში განვითარებული მოვლენების მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ. აქ 2012 წელს შპს მეჯგუფ საქართველოს მიერ გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რასაც ხეების მასიური ჭრა მოყვა. მოსახლეობა ტყის გაჩეხვას აპროტესტებდა, იმართებოდა აქციები, საკითხი აქტიურად შუქდებოდა მედიაში. ჩვენ ტერიტორია და სახლი გადავიღეთ. დღეს აქ ინტენსიურად გამაჯანსაღებელი კომპლექსი შენდება. იგება ხელოვნური ბალახი, ირგვება დეკორატიული მცენარეები. თამას მჭედლიძემ რამდენიმე კითხვაზე პასუხი გაუცა და ტერიტორია გადაგვაღებინა. Девочка приедет в августе, да, она на 4-м курсе мединститута учится. В том, что когда строишь курорт, лес это главная ценность этого курорта. Да. Но вырублено было действительно же очень много территорий. Да, вырублено было, значит, 650 метров дороги для того, чтобы все здесь было не пройти. Это дорога ваша собственность? Нет, это дорога государственная собственность. Каким же образом было возможно разрешение выдать на ваше имя на вырубку государственной территории? Значит, условие было такое, что, значит, мы эту дорогу мы должны будем самостоятельно провести за наши деньги, и эта территория остается в государственной собственности, и в инвестицию эти суммы, эти затраты нам тоже не включаются. Наверное, не знаю. Потом говорят, что внутри территории, которая, в принципе, была куплена с рекреационной целью, тоже была очень сильная вырубка. Чем объясняется эта вырубка? Значит, вырубка внутри территории была, это называется по-грузински «маулити чара». Вот это разрешение было получено, опять же, у государственных органов. У них был вообще какой-то план, свой план. Я, может быть, многих деталей вам не объясню, я все же инвестор. И не то самое. То есть я вот те нюансы, которые знаю, у генерального директора можно больше нюансов получить. დღეისთვის შპს მეჯგუფ საქართველოს საკუთრებაში არსებული მიწის საერთო ფართობი 324,890 კვადრატული მეტრია, რაც მრავალ გაერთიანებულ ნაკვეთს წარმოადგენს. ჩვენ 48 საკადასტრო ერთეულის 11 საკადასტრო ერთეულად გაერთიანების ისტორია შევისწავლეთ. საქმეში უკეთესად გარკვევისთვის შპს მეჯგუფ საქართველოს დირექტორს მირიან ამირანაშვილს მიმართეთ და დეტალურად გამოვკითხეთ მიწების შეძენის და ამ ტერიტორიის სტატუსის ცვლილების ისტორია. ჩვენმა დამფუძნებელმა შექმნა კომპანია Medgroup Georgia. ეს კომპანია ყიდულობდა კერძო მისაკუთრეებისგან მიწის ნაკვეთებს 2007 წლიდან. დაახლოებით 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა მან 2007 წლის პერიოდში წავკისში და 2011 წლიდან შეირჩა სულ სხვა ტერიტორია, ვიდრე იქამდე ვყიდულობდით მიწებს. შემდეგ ჩვენ წარუდგინეთ გეგმა ქალაქ თბილისის თვითმმართველობას, რომ აი ამ ტერიტორიაზე თუ გამოყოფდა 24 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, მანამდე იქ ჩვენ 3 ჰექტარი შეძენილი ქონდა და გადაცვლილი ქონდა, წარმართავდით პროცესებს. თბილისის მერიამ შპს მეჯგუფს მოსთხოვა დაერეგულირებინა ურთიერთობები იმ მესაკუთრეებთან, რომლის ნაკვეთები მათთვის სასურველი მიწის ნაკვეთში ყვებოდა. ერთობლივი კონსულტაციების შედეგად ქალაქ თბილისის მერიამ კერძო მესაკუთრეებთან დარეგულირების ამსახველი მასალების გაცნობის შემდეგ წარმოადგინა მიწის ნაკვეთის კონტური, რომელიც შეიძლებოდა ჩვენ უკვე შეგვესყიდა. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ამ პროცესებში ჩვენ მონაწილეობა ნაკლებად მივიღეთ, მაგრამ რამდენადაც ჩვენ ვიცით, ქალაქ თბილისის მერია მოამზადა ქალაქ თბილისის საკრებულოზე საკითხი გაიტანა და ქალაქ თბილისის საკრებულომ შეუცვალა ზუსტად სტატუსი რაღაც ნაწილს მიწის ნაკვეთისას, რომელიც ჩვენთვის უნდა მოეცათ როგორც კერძო საკუთრებაში, ასევე გზის გასაყვანად. იქ იყო მიწის ნაკვეთი და ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში მოხდა ცვლილება გარკვეული ნაწილი მიწის ნაკვეთისა ჩვენზე გადმოსაცემად მომზადდა კერძო საკუთრებაში. ვერ გეტყვით ახლა რა ზონის და რა კვალიფიკაციის იყო ეს მიწის ნაკვეთი. ასევე მომზადდა ზოლი მიწის ნაკვეთის, აი ეს გახლავთ ეს ზოლი, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა მიწის ნაკვეთი, მაგრამ ჩვენ გვევალდებულებოდა მასზე გზის აშენება. საკრებულოს დადგენილებით ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონისა, რომელსაც მანამდე სატყეოს სტატუსი ჰქონდა და სასოფლო-სამეურნეო ზონის სარეკრეაციო ზონა 3-ით და სატრანსპორტო ზონა 1-ით შეცვლა მოხდა.
კერძოდ შპს მეჯგუფ საქართველოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილს 283,347 კვადრატული მეტრის ფართობს სარეკრეაციო ზონა 3-ის და სატრანსპორტო ზონის სტატუსი მიენიჭა, რომელიც ადრე ლანდშაფტურ სარეკრეაციო და სასოფლო-სამეურნეო ზონის სტატუსით სარგებლობდა. ამის შემდეგ პარალელურად ჩვენ სარგებლობის უფლებით მოგვეცა აი ეს მიწის ნაკვეთი 60 ჰექტარი ტყეში. იმის მერე რაც საკრებულომ შეუცვალა ტერიტორიას სტატუსი, შპს მეჯგუფ საქართველოს სასურველი ნაკვეთი შეიძინა. ჩვენ შევისყიდეთ მიწის ნაკვეთი 24,240,000 კვადრატული მეტრი 1,250,000 ლარად. და 3,600,000 დოლარის დადასტურებული ინვესტიციის შესრულებით ესეც ხო არის კაპიტალიზაციის თვალსაზრისით გასათვალისწინებელი რომ ჩვენ ეს მიწა დღეს ჩემ საკუთრებაში სრულად არ არის ხო მიცით თქვენ ეს მიწა კი წერია რომ მეჯგუფის საკუთრებაა მაგრამ აქ რომ ვალდებულებები წერია თქვენ ეს წაკითხული გააქვთ მე თუ მიმდინარე წლის ბოლოს ჩემი ვალდებულებები სახელმწიფომ არ დამიდასტურა პირველ რიგში პირველი რასაც ვკარგავ ეს არის ბანკში დადებული 360,000 დოლარი რომელიც პირდაპირ რჩება თბილისის მუნიციპალიტეტს თუ მე პირობები არ შევასრულებ მეორე ეს არის მიწა მთლიანად მერთმევა და სახელმწიფოს უბრუნდება მესამე ეს არის მასზე დახარჯული თანხები 6 მილიონი დოლარი რაც კომუნიკაცია გზები ავაშენე შენობები დავდგი და მშენებლობა და რომ ესეც რჩება ამ მიწაზე ანუ დაახლოებით 8 მილიონის რისკი მიდგას რომ ვიზარავ გამაჯანსაღებელი კომპლექსისკენ მიმავალი გზა დღესაც სახელმწიფო საკუთრებაშია. ეს ტერიტორია მთავრობის 2010 წლის გადაწყვეტილებამდე სატყეო ფონდს ეკუთვნოდა და მას ტყის სტატუსი ჰქონდა. შემდგომ 2010 წლის 27 აგვისტოს ამ ტერიტორიას ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა. მოგვიანებით კი 2012 წელს საკრებულომ ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონა სატრანსპორტო ზონით შეცვალა. შემდგომში შპს მეჯგუფ საქართველოს ამ ტერიტორიაზე გზის გატარების უფლება დართეს. აი ეს არის აეროფოტო გადაღება, სადაც აგერ ჩანს ძველი რაც გზაც არსებობდა, აქ არანაირი გზა არ არის და შემდეგ მინდიც ესეთი გზა. გზისთვის გამოყოფილი ნაკვეთის ფართობი 2 ჰექტარს უდრიდა. აერო გადაღებაზე ნათლად ჩანს ტყის ეს მონაკვეთი ხეების მოჭრამდე და მოჭრის შემდგომ. კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე კერძო ან იურიდიულ პირზე ნარგავობის გაჩახვის ნებართვების გაცემა. კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე კი სპეციალური ჭრის ჩატარების დროს მესაკუთრე ვალდებულია ან გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, ან სანაცვლოდ დარგოს ხეები. თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურმა სახელმწიფო ტერიტორიაზე გზის გასაყვანად შპს მეჯგუფ საქართველოს სახელზე ხეების ჭრის ნებართვა გასცა. ნებართვაში არ იყო მითითებული მოსაჭრელი ხეების რაოდენობა. ასევე შპს მეჯგუფს არ დაეკისრა არც აღდგენითი ღირებულების გადახდა და არც სანაცვლოდ ხეების დარგვა. რამდენი გზირი გაიწევთ გზის გასაყვანად? გზის გასაყვანად თუ არ ვცდები, აი აქ უწყისში უნდა ეწეროს დაახლოებით 1200 ძირი. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, არსებობდა თუ არა მათ ნაკვეთამდე გზა და არსებობდა თუ არა ახალი გზის გაჭრის საჭიროება. რაც შეეხება გზას. რა თქმა უნდა, გზა არსებობდა, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ აი გზაც არის და გზაც, ხო? ხო შეიძლება ახლა ჩვენ დავარქვათ რაღაც საფეხმავლო ბილიქს გზა, რომელიც მიგვიყვანს ღმერთმათნას და დაძრამდე სადღაც, მაგრამ ჩვენ ქონდა სოფლიდან, სოფელ წავკისიდან მიმავალი გზები, 2 გზა იყო სოფელ წავკისიდან, საკმაოდ დაზიანებული, საკმაოდ გრძელი მანძილები იყო ეს გზა და მაგი არაა პრობლემა. ძალიან ცუდად მისადგომი საერთაშორისო დონის გამაჯანსაღებელ კომპლექსში რომ მიყავს კაცი და სოფელ მიდიხარ, ბოსელ მიდიხარ, იქ მუდმივი მშენებლობებია, სულ კერძო საკუთრებებისთან გადიოდა ეს გზა. მე რომ იქ გზის მშენებლობა დამეწყო, დარწმუნებული იყავით, რომ მე იქ ხელს შემიშლიდე.
ქალაქ თბილისის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურმა ასევე გასცა შპს მეჯგუფ საქართველოს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს და სანიტარული ჭრების ჩატარების ნებართვა. ამ ნებართვით სამსახურმა მესაკუთრეს 3152 ხის მოჭრის უფლება მისცა. მან იყო მუხა რცხილა, ძირითადად მუხა და რცხილა და დაავადებული ფიჭვები კიდე ფიჭვნარში, რომელიც გამხმარი იყო, მატლი ყავდა. კი ბატონო, ამ ხეების სანაცვლოდ დაგეკისრათ დარგვა? კი, აი ამ ნებართვის საფუძველს. ანუ 3000 უნდა მოგეჭრათ და 1500 უნდა დაგერგოთ? 1500 დაგვაკისრა კი ბატონო. კანონი არ მოითხოვს სანიტარული ჭრების ჩატარების დროს სანაცვლოდ ხეების დარგვას. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მერიის და ეკოლოგიის სამსახურმა სანიტარულ ჭრაზე ნებართვის გაცემის დროს რატომღაც მიწის მესაკუთრეს 1500 ძირი ნერგის დარგვა დაავალა, მაგრამ არ მიუთითა არც ადგილი, სადაც უნდა დაერგო ხეები და არც ვადა თუ როდის უნდა დაერგო. ჩვენი კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ შპს მეჯგუფ საქართველოს კიდევ რამდენიმე ნაკვეთი აქვს ნაყიდი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო зонаში. В этом лесу есть эти постройки. Бывшие здесь были какие-то коттеджи когда-то. И они сейчас разрушены. Эта территория здесь 1,8, где-то около 1,8 гектара. Значит, мы когда эту территорию обнаружили, сколько здесь мусора, что люди приезжают здесь и мусорят, и это дальше идет в лес, у нас возникла идея, чтобы облагородить это место, здесь поставить коттеджи оздоровительного плана, чтобы люди приезжали, отдыхали здесь, могли коттеджи снять, чтобы для отдыха. Да, вы это мы приобрели, обратились с аукциона, мы приобрели, выступили на аукционе, правда, кроме нас никто не было желающих. Начальная цена была 10 ларек, они выставили, да, 10 ларек, государство выставило за 10 ларек. Мы, в принципе, за 10 ларек купили, потому что не было никого, кто бы поднял бы цену. Мы бы, может быть, за 15 купили бы максимум. შპს მეჯგუფ საქართველოსთან დადებულ ხელშეკრულებაში ჩადებულია მეტად მნიშვნელოვანი და საკმაოდ ბუნდოვანი პირობა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 60 ჰექტარი ტერიტორიის მოვლა პატრონობა. ამ საპრივატიზებო პირობებში ჩადებული იყო შემდეგი ვალდებულება, რაც უნდა შეესრულებინა შპს მეჯგუფს. კერძოდ ეს იყო დაახლოებით 67214 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე არსებული ტყის მოვლა პატრონობა. ამ ხელშეკრულებაში არ არის კონკრეტულად გაწერილი თუ როგორ უნდა განახორციელონ მოვლა პატრონობა, ანუ ის კონკრეტული სამუშაოები როგორ უნდა დაგეგმონ, თუმცა აქ არის ერთი ისეთი პუნქტი, აი მაგალითად ასევე ვალდებულებაში აქვს, რომ მოაწყოს სარეკრეაციო ზონა, ეს არის მოსასვენებელი ადგილები, ფეხით მოსიარულეთა ველო და საცხენოსნო ტრასები, სადაც ასევე უწერიათ, რომ შეხედულებისამებრ შეუძლია განკარგოს. ეს ანუ რაც იმას გულისხმობს, რომ წინასწარ ამ ხელშეკრულებაში ის პირობები არ არის გაწერილი და შეუძლია გადაუხვიოს, ესე ვთქვათ, და თვითონ თავისი სურვილისამებრ მოაწყოს ეს ტერიტორია. თბილისის გაფართოვებამდე ქალაქის ირგვლივ მდებარე 7 კილომეტრიან ზოლს განსაკუთრებული მწვანე ზონის სტატუსი ჰქონდა. ეს ტერიტორიები ასევე როგორც სხვა ტყეების სატყეო კოდექსით იმართებოდა, მაგრამ აქ სამრეწველო საქმიანობა აკრძალული იყო. დღეს თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეში და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე აკრძალულია ხის ჭრა სამასალე მერქნის მიღების მიზნით, გარდა ხმელი, ხმობადი, ფუტურო საშეშე მერქნისა. ტყის ფონდიდან ტყეების ამორიცხვამ და ქალაქ თბილისის მერიისთვის გადაცემამ, ასევე ამ ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლამ გამოიწვია ის, რომ ამ ტყეების მართვა აღარ ხორციელდებოდა ტყის კოდექსის შესაბამისად. 2011 წელს ქალაქ თბილისის მთავრობამ მიიღო თბილისის საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების დაცვისა და აღდგენის წესი. ამ წესის შესაბამისად ტერიტორიების მოვლა პატრონობა მთლიანად დაევალა ქალაქ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს. ეს წესი გარდა იმისა, რომ ვერ ასახავდა ქალაქისათვის დამახასიათებელ რეალობას და ურბანულ დასახლებაში მოვლის წესებს, რა თქმა უნდა, ვერ შეესაბამებოდა, იმიტომ რომ დამახასიათებელი გადმოტანილი იყო ტერმინები ტყის კოდექსიდან. გარდა ამისა, რეალურად რაც ტყე არის, იმის მოვლაც შეუძლებელი იყო. ამ წესის შესაბამისად მწვანე ნარგავობა და მწვანე ნარგავობის მოვლასთან იყო დაკავშირებული და მასში არ იყო გათვალისწინებული ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორც ტაქსაცია, რაც ტარდებოდა ტყის კოდექსის შესაბამისად და ტარდება ტაქსაცია 10 წელიწადში ერთხელ, ასევე არ მოიცავდა ტყის მართვის გეგმას, რომელიც სავალდებულოა ტყის კოდექსის შესაბამისად ჩატარდეს. გასაგებია ახლა იქ ყველაფერი ახლა როცა გააკეთეს ის რომ სტატუსი შეუცვალეს, მერე ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ზოგადად არ არსებობს
არსებობს სოფლიოში არ არსებობს აი ნებისმიერი ქვეყანა რა სიდიდიც არ უნდა იყოს ტყეები და ბევრი იქნება თუ ცოტა იქნება იქ გარკვეული მებშია მეთოდებში რაღაცეებში განსხვავება თორე ძირითადი მიმართულება სულ ყველგან არის რომ უნდა არსებობდეს მართვის გეგმა დეტალური ტაქსაციის საფუძველზე და აკრძალულია ყველა ქვეყანაში მართვის გეგმის გარეშე ღონისძიების განხორციელება. ტყის მონიტორინგის დროს ჩვენ დავათვალიერეთ მდინარე გუდელისის წყლის ხეობის მარცხენა მხარე, კოჯორსა და ტაბახმელას შორის. ნასოფლარ გუდელისის მიდამოები. ამ ტყეში ძირითადად ქართული მუხა, წიფელი, იფანი, ქორაფი იზრდება. ხეების სიმაღლე 20-22, ზოგ შემთხვევაში 27 მეტრია. ამ ტყის ასაკი 90-100 წელია. ტყეში უამრავი ხეა მოჭრილი. აქვე დაყრილია ფიჩხი და საკმაოდ დიდი ტოტებიც, რომელიც ხეების მოჭრის შემდეგ არ იყო გატანილი. კითხვაზე თუ ვინ ატარებდა ამ რაიონში ჭრებს, კახა ბუსკივაძე პასუხობს. ეს არის ის ტერიტორია დაბაღმელის და კოჯრის ტყეები, სადაც შენდება ეხლა ტაძარი. არის უამრავი ხე მოჭრილი. იქ ხდებოდა ამის გამოზიდვა პატარა მანქანებით, ტრაფებით. გასაგებია. ეს არის მერის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიან რაიონებში, ასევე თბილისის ტერიტორიაზე, კოჯრის ტერიტორია მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიან რაიონად ითვლება და სოფლების შემოერთებული სოფლების ტერიტორიაზე, როგორც იწოდება, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, აგრეთვე შეჭრებულ მოსახლეობას ურიგდება, რომ ასე გარკვეული რაოდენობით ზამთრისათვის საშეშე მასალა და აი ეკოლოგიის საქალაქო სამსახური ახორციელებს სწორედ ამასთან დაკავშირებით ნებართვების გაცემას. 2011 წელს ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებული მწვანე ნარგავობის მოვლისა და აღდგენის წესით დაშვებული იყო ამ ტერიტორიებზე სოციალური ჭრების ჩატარება. ჩვენს მიერ მოპოვებულ ექსპერტის დასკვნაში ტყის მდგომარეობა ასეა შეფასებული. აღწერილი ფიტოცენოზის მეზობელ ნაკვეთებზე ბოლო 3-5 წლის მანძილზე ჩატარებულია ჭრები, რომლის შედეგადაც წარმოქმნილია საკმაოდ დიდი ფართობის ხელოვნური ფანჯრები. 50 კვადრატული მეტრიდან 100 კვადრატულ მეტრამდე და შესაბამისად მთავარი საბურველის იარუსი A კალთა შეკრულობა დაყვანილია 0.4-მდე 0.3-მდე. მერქნიანთა იარუსის სტრუქტურის რღვევის შედეგად დარღვეულია მკვდარ საფრიანი ტყის ტიპიც და განვითარებულია სხვადასხვა შემადგენლობის ნაირბალახიანი ვარიანტები, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ტყის შემქმნელ სახეობათა აღმონაცენის განვითარებას. კითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა ტყეების სამრეწველოდ გამოყენება, თუ მათ მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიური ფუნქცია ჰქონდა, ლერი ჭოჭოა პასუხობს. მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიური. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო ამ ფერდობების დაცვის და კლიმატის დასასვენებელი თუ ლანდშაფტის გალამაზების და იგი მხოლოდ და მხოლოდ ჰქონდა ამას არა სამრეწველო დანიშნულება და ახლა თუ ხდებოდა რაღაც არალეგალური ჭრები, ეს სხვა საკითხია და ისე დანიშნულება იმათი იყო მხოლოდ ამ 2013 წლის 17 ივნისს თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაოების ჩატარება 2006 წლის ტყის მენეჯმენტის გეგმით იყო გათვალისწინებული. ტენდერი ითვალისწინებდა ქალაქ თბილისის შემოგარენში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დაგეგმილი მოვლითი ღონისძიებების უწყისის მიხედვით მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების ჩატარებისა და სათბობის შეშის დამზადებას. სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლდა მოვლითი ღონისძიებების საკვარტალე უწყისი, სატაქსაციო აღწერა, წყნეთის და კოჯრის კორომთა გეგმა. ეს სამუშაოები თბილისის მერიის და ეკოლოგიის მიერ ჩატარებული ტენდერის SPA 1313-211 საფუძველზე მცენარეთა დაცვის საწარმო ატარებდა. ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და ხელშეკრულება 1027-1979 ლარზე იყო დადებული. სამუშაოების ჩატარების ადგილზე მისულებს ტერიტორიაზე მოჭრილი და დასაწყობებული ასობით ხე დაგვხდა. ხეები მწვანე და წითელი ფერით იყო მონიშნული. ხვდებოდა საერთოდ მოუნიშნავი ხეებიც. ტყე გზებით იყო დაქსელილი და ტექნიკა მოძრაობდა. 2014 წლის 15 მაისს თბილისის მერიამ კვლავ გამოაცხადა ტენდერი SPA 1412-671, რომლითაც წყნეთში და კოჯორში დაიგეგმა სანიტარული მოვლითი და გამოხშირვითი ჭრები. სატენდერო დავალებას სატაქსაციო აღწერა და კორომთა 2005 წლის გეგმა ახლდა.
სამოქმედო სავალდებულო მოთხოვნაა. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით. ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი ქართულ ენაზე. მერიის მიერ წარმოდგენილ სატაქსაციო დოკუმენტაცია არ იყო ორიგინალი, მას არც ბეჭედი ჰქონდა და არც ხელმოწერა. სატაქსაციო დახასიათება სრულიად გაუგებარია. გრაფები არეულია და შეუძლებელია ინფორმაციის წაკითხვა. გარდა ამისა, არ ირკვევა სატაქსაციო აღწერის ჩატარების დრო და მას არ აქვს დოკუმენტის სახე. სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებში შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში მოცემულია 8 პუნქტიანი ცხრილი, რომელშიც მითითებული რამდენიმე პუნქტი ემთხვევა 2013 წელს ჩატარებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ცხრილის შესაბამის პუნქტებს. კერძოდ წყნეთის 2 უბანზე და კოჯრის 2 უბანზე კვლავ დაიგეგმა ჭრები. მერიის იმავე ადგილას ხეების მოჭრა იმით ახსნა, რომ იქ ხეები კვლავ გახმა. გარდა ზემოხსენებული სატაქსაციო მასალებისა, რომლის 2005 წლის კორუმთა გეგმა მოყვებოდა და ეს ერთი დოკუმენტით მოიაზრება, სხვა კვლევის შედეგი, რომელიც ჭრების ერთი და იგივე ადგილას ერთსა და იგივე სიხშირით აუცილებლობას დაადასტურებდა, სატენდერო დოკუმენტებს არ მოყვებოდა და არც საჯარო ინფორმაციის სახით მიეწოდა ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცეს. უსაფრთხო სივრცემ შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა გამოცხადებული ტენდერის სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია და მოითხოვა მისი გაუქმება. ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცემ სპეციალისტებთან გასაუბრების დროს გაარკვია, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დავალებასთან ერთად სატაქსაციო მასალები, რომელიც 2006 წლით თარიღდება, არ იყო დამტკიცებული და ამის თაობაზე დავების საბჭოზე განაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში სატაქსაცია არის ნახსენები არის ერთადერთი რომ შენიშვნა სატაქსაციო აღწერა კოჯორის და წყნეთის ტყის კორუმთა გეგმები ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად. და ატვირთულია კიდევაც. კი ბატონო. და ზუსტად ეს დოკუმენტები არ დაუმტკიცებია იმის სატყეო დეპარტამენტს. რითი ადასტურებთ ამას? აი ვიდეოთი. გარდა ამისა წერილი გვაქვს გაგზავნილი შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უსაფრთხო სივრცის მოთხოვნა და შემწყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას დაავალა სატენდერო დოკუმენტაციის და მისი დამტკიცების თაობაზე სატენდერო კომისიის ოქმის გადასინჯვა. ხოლო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა კი განგვიმარტა. 2006 წელს როდესაც დაინიშნა სატყეო დეპარტამენტის უფროსად ჭეიშვილი, მან განახორციელა ამ დეპარტამენტის რაღაც რეორგანიზაცია და ამ დროს ჩატარდა ინვენტარიზაცია თბილისის გარშემო ტყის ტერიტორიებზე. მაშინ თბილისის გარშემო ამ დღეს რასაც მწვანე ნარგავობა ქვია, მაშინ ტყე ერქვა ჩვეულებრივად, რაც უნდა ერქვას კიდევაც ჩემი ვარაუდით. და ამ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები და ტყის მართვის გეგმა, ესე იგი ინვენტარიზაცია რო ჩატარდება, ტყის სრული აღრიცხვა, დეტალური აღრიცხვა, მე ამ ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით უნდა შედგეს ტყის მართვის გეგმა. რო სად დაუშვათ რა სარეკონსტრუქციო ჭრებია დასანიშნი, მოვლითი ჭრებია დასანიშნი, დარგვა, შერგვა თუ რა დაუშვათ ხანძარსაწინააღმდეგო მინერალური ზოლები თუ სხვა სატყეო ღონისძიებები, აი ესეთი გეგმა უნდა შედგეს სამომავლოდ ინვენტარიზაციის შემდეგ ხოლმე, საერთოდ ეგრე კეთდება და ესეთი გეგმა შედგა, ანუ ეს გეგმა არსებობს, როგორც მითხრეს, მე 2006 წელს შედგენილი, მაგრამ დამტკიცებული აღარ იქნა სახელმძღვანელოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩატარდა ეს ინვენტარიზაცია. 2006 წელს ეს არ დამტკიცებულა სატყეო სამსახურის. დღეს კიკეთის ტყე ასე გამოიყურება. გაჭრილია ფართო გზები, ყველგან ყრია მოჭრილი ტოტები და დევს 1 წლის წინ მოჭრილი მორები. კომიტეტმა გაიზიარა ჩვენს მიერ მიწოდებული რამდენიმე რეკომენდაციიდან ერთ-ერთი აიკრძალა ამ ტერიტორიაზე, კონკრეტულად 8106 ჰექტარზე, მიწის ნაკვეთების შემდგომი გასხვისება. 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა გადადგა პირველი ნაბიჯი 1070 გადაწყვეტილებით ამორიცხული ტერიტორიების გადასარჩენად და კანონით ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ 8106 ჰექტარზე აიკრძალა მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისება, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა და მათზე მშენებლობის განხორციელება.
1070 განკარგულებით ამოღებული ტყის ფონდის მიწები. ეს რას ნიშნავს? იცით, რომ გამკაცრდა რეგულაცია და აი ამ ტერიტორიების გასხვისება და მასში მშენებლობის წარმოება ჯერჯერობით ვერ მოხდება. მართალია ის ტყის ფონდს არ დაუბრუნდა ამ ცვლილებით, მაგრამ რეგულაცია გამკაცრდა. ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ამ თვალსაზრისით. იმ ტერიტორიებიდან არც ერთი ტყაველი მიწის გასხვისება და იქ მშენებლობის წარმოება არ მოხდება. თუ შემდგომში მთავრობა მიიღებს დადგენილებას, რომ ეს ტყის ფონდის მიწები ამორიცხული და ქალაქის თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი ისევ იქნას ამორიცხული და დაუბრუნდეს ტყის ფონდს, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ ტყის დაცვის რეჟიმი უფრო მკაცრი რეჟიმია და ამიტომ საერთოდ ტყის განვითარებისთვის უკეთესია. სავალდებულოა დადგინდეს ამორიცხული 8106 ჰექტარიდან რამდენია გასხვისებული. საჯარო რეესტრიდან ჩვენ ჯერჯერობით ვერ მივიღეთ საბოლოო ამომწურავი ინფორმაცია. რუკიდან კი ჩანს, რომ ამორიცხული ფართობების მხოლოდ 1% არის გასხვისებული. მიწა ძირითადად გასხვისებულია წყნეთთან და წავკისთან. როცა გადაეცა ეს მერია 2010 წელს და მაშინ მოხდა სტატუსის შეცვლა და დაერქვა მწვანე ნარგავობა. ეხლა უბრალოდ რო ავიღო თანდას, აი რიგითი მოქალაქისთვის და ამას არ სჭირდება სპეციალისტი. მწვანე ნარგავობა არის კრებითი სახელი, რომელიც ნიშნავს ბაღს, ვენახს, პარკს, ხეივანს, გაზონს და სულ ყველაფერსაც მწვანე რამე არის დარგული. და იმათ ხო ყველას თავისი სახელია, ხო ყველას თავისი კანონია, ყველაფერს თავის ნორმაა. და ამდენად ტყისთვის ეს ისეთი დამცავი სტატუსის მოხსნა, რასაც ერქვა იმას ტყე და მინიჭება მწვანე ნარგავობის, რომელიც არაფერს არ ამბობს და არაფრით არ იცავს და როცა ქვია მას ტყე, იმდენია უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, რომ იქ თუ კანონს დავიცავთ, ის იქნება დაცული იმ ფუნქციისთვის, რისთვისაც ის არის გამიზნული და ეს უნდა მოხდეს აუცილებლად. სხვანაირად ჩვენ თბილისის შემოგარენში არსებულ ტყეებს სხვანაირად ვერ დავიცავთ, თუ არ დაუბრუნეთ მას ტყის სტატუსი. ფილმით ჩვენ პრობლემის წარმოჩენა შევეცადეთ. ჩვენი ამოცანა მრავალი კითხვის დასმა იყო. მხოლოდ დასმულ კითხვებზე პასუხის მიღების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ამ ტერიტორიების გადარჩენა.